ჩვენთან არს მე გილოცავ თამარობას ამ სოფელს ამ მონასტერს ხელეთში აშენდა ეს წმინდა მონასტერი და ეს ტაძარი ჩვენი გიორგი გაზდელიანის მეცადინეობით და დღესაც ჩვენ აღვნიშნავთ თამარობას ყოველწლიურად აღვნიშნავთ დღესაც აღვნიშნავთ ამ მონასტერში ამ დღესასწაულს და მე მინდა რომ ღმერთმა მადლი და სიხარული მოგცეთ ეს ადგომის დღეებია ყოველთვის ასეა ხოლმე ადგომის დღეებში არის ხოლმე თამარობა და ჩვენ ვიცით მეფე თამარი ანუ სახელწოდება მეფე თამარი ქალთან მიმართებაში ეს არის მხოლოდ აი თამარ მეფესთან მიმართებაში ეს ტრადიცია სხვა ყველა მოიხსენებიან დედოფლებად და თამარი მოიხსენება მეფედ მისი დამსახურების და მოღვაწეობის გამო სწორედ რომ მეფური ღვაწლის გამო და მან ფაქტიურად ოქროს ხანა საქართველოსი თამარ მეფემ კიდევ უფრო გააძლიერა და გააბწყინა დავით აღმაშენებელმა დაიწყო და თამარ მეფემ კიდევ უფრო განავრცო და გააძლიერა ქვეყანა და ჩვენ დღეს მას ვიხსენიებთ არა უბრალოდ სადღაც ისტორიაში არამედ დღევანდელობაში ძალიან მნიშვნელოვანია მეფე თამარი ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ეთნოფსიქოლოგიაში ზის მეფე თამარი როგორც ერთ-ერთი ბურჯი ჩვენი იდენტობისა ქართველების აი ჩვენ თვითყოფადობისა ჩვენ ვიცით რომ ყველგან ხან თამარის ციხეა ხან თამარის ხიდია და ასე შემდეგ და სვანეთშიც განსაკუთრებულად არის მეფე თამარის მიმართ თაყვანისცემა და სიყვარული და ზოგადად მთელი საქართველო არის ასე ვთქვათ მისი სახელით გარემოცული ტოპონიმიკასაც ეტყობა ეს თამარის სახელობა მისი გაკეთებული საქმეები ხო და მეორეც ის არის რომ როდესაც ვინმე საუბრობს ქალების დაჩაგვრაზე საქართველოში ხო აი გახსენდეთ მეფე თამარი დედა ღვთისმშობელი ქეთევან დედოფალი და უამრავი კიდე წმინდანი რომლებმაც საქართველო თავიანთი ესეთი როგორ გითხრა მოწამეობრივად სახელმწიფოებრივად ესე გონივრულად რაღაც ყველანაირად რაც კი შეიძლება თქვა აღმატებ თავისი მოღვაწე ღირსი დედები თავიანთი მოღვაწე წმინდა ნინო ხო როგორია ესე მთელი საქართველო არის აი ესე ჯერეთი გაბწყინებულია წმინდა ნინოსგან ჩვენ ვიცით რომ ანდრია მოციქულის გადაგება რომლითაც დაიწყო საქართველოს გაქრისტიანება ფაქტიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმის გამო რომ წარმართობის ესე შემოტევა ისევ წავიდა მთელ სოფლიოში მათ შორის ბიზანტიაში ჩვენ ვიცით რომ დევნიდნენ ქრისტიანობას და თავისთავად საქართველოშიც ესე იგი დევნა ქრისტიანობაზე მიმდინარეობდა და ღირსი დედა ნინო მოვიდა მოციქულთა სწორი იმიტომ ეწოდება რომ აღადგინა კვლავ ქრისტიანობა საქართველოს და ქალმა აღადგინა და მისი აი პატარა გოგო თან ისე არ იყო რომ დედოფალია რაღაც პატარა გოგო იყო რომელიც გადაგებდა სასწაულებს ახდენდა და აი ასე მოხდა საქართველოს გაქრისტიანება და აი თამარი ზენიტში რო იყო საქართველოს სწორედ საქართველოს ყველაზე დიდებული ხანა თამარ მეფეზე მოდის დავითმა დაიწყო მაგრამ თამარმა განაგრძო და მისი ესე იგი ყველაზე აღმატებული ხანა საქართველოს იყო თამარ მეფის დროს ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი აი ქვეყნის ისტორიიდან ეს ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დღესაც ჩვენ მისი გზით მივდივართ და ეხლა როცა ვამბობ ჩვენ იყო დრო როდესაც თამარ მეფის სენებისას მიწევდა მე პირადად იმაზე ლაპარაკი რომ აი ღირსი უნდა იყო თამარ მეფისა
რომ მართო ეს ქვეყანა რაღაცა შეიძლება იმდენი ვერ შეძლო არ შეგეძლოს მაგრამ რაღაცა ისეთი ხომ უნდა გააკეთო რომ ქვეყანას გამოადგეს ეს და აი კრიტიკულად ვამბობდი ხოლმე დღესდღეობით ვფიქრობ რომ აი სწორედ ამ გზას ვადგივართ და საქართველოს კვლავ აღორძინებისკენ ესე იგი მიუძღვება დღეს ახლა ხელისუფლება არ ებრძვის თამარ მეფის მემკვიდრეობას არ ებრძვის იმ აზროვნებას რომელიც არის ესე იგი ქართული აზროვნება და საუკუნეების მანძილზე მოდიოდა და ეს ქართულ აზროვნებას რომ ვამბობთ პირველ რიგში ქრისტიანობა ხო სიყვარული ღვთისა სიყვარული მოყვასისა და ჩვენ ეს დამოკიდებულება ნამდვილად გააჩნია დღეს ერთსაც და ხელისუფლებასაც და რა თქმა უნდა სამღვდელოება და ერი და ბერი ასე რომ იტყვიან ჩვენ ახლა ეს ვითარება ნამდვილად მისაღებია ჩვენთვის რომ ესე უკეთესად ესე იგი ჩვენი ერი უკეთეს გზაზე გავიდეს და ამ ძიმე ვითარებაში როდესაც გარშემო უამრავი შემოტევა ჩვენზე აი სწორედ წვენაა და ღვთისძალაა რითაც უნდა გავიტანოთ ჩვენი თავი თქვენ გახსოვთ თამარ მეფეს როგორ შეუთვალეს ისე დამამცირებელი და დამაკნინებელი წერილი ხო ესე ეს პირველი არა ახლა ჩვენ დამაკნინებელი წერილებით მოგმართავენ თამარმა ღირსეული პასუხი გასცა კიდე დაიცა თავის ქვეყანა დღეს ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ოღონდ ახლა ნაკლებად შეგვიძლია ჩვენ იქ ხმალი არ არის და ისა იქ არის ბომბები და რაღაცები და მაგრამ ჩვენ უფლის მადლი და უფლის ზალით შეგვიძლია ამ ყველაფერს მოვერიოთ და ამიტომ ჩვენ არა ვთქვათ როგორც იმაშია ფსალმუნში ამბობს დავიზი არა ჰუნებით არა ეტლებით არამედ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ ანუ ეს ჰუნები ნიშნავს ცხენებს გახსოვთ თქვენ ძველ დროს ცხენები ტანკებივით იყო და ის რა ქვია ეს ეტლებიც ასეთივე რაღაცა იყო სიარაღი ანუ ფაქტობრივად დღეს რო ჩვენ დროში არის ესეთი ძიმე ტექნიკა და რაღაცა მაშინ იყო ცხენები და ეს ეტლები ხო და მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი იარაღი ასე ვთქვათ ხო და ამიტომ დავითი ამბობს არა ცხენებითო და არა ეტლებითო არამედ უფლის სახელით უნდა მოვერიოთ ტერს და ეს არის ჩვენი გზა ყოველთვის ასე დავდიოდით საქართველოს არასდროს არ ქონდა ისეთი შეიარაღება და ისეთი ძალა რომ აი რაღაცა ისეთი დიდი გამარჯვებები ეზეიმა თუმცა ესეთი რაღაცაც მოხდა არა იმით რომ დიდი იარაღი ქონდა ან რაღაც ისეთი თქვა დავითის დროს არამედ იყო ჩვენთან ჩვენ მხარეს იყო წმინდა გიორგი და ის იბრძოდა ჩვენთვის ასევე დედა ღვთისმშობელი და დღესაც ასევეა ის წმინდა გიორგი არსაც წასულა ჩვენთან არის დედა ღვთისმშობელი ჩვენთან არის თამარ მეფე ჩვენთან არის დავით აღმაშენებელი ჩვენთან არის და თუ რაღაცა ახლა გონიერება გამოუჩინებდა რწმენა ღვთისა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს იმიტომ რომ დღესაც შეგვიძლია ჩვენ რომ უფლის წინაშე სიმართლით ვიცხოვროთ და ქვეყანას ვაძლიერებდეთ აი ახლა არის სწორედ ოჯახის სიწმინდის დღე 17-ში როდესაც ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ჩვენი ქვეყნის ესე იგი და ჩვენი სამშობლოს და უფლისადმი ერთგულების გამოხატულება უნდა იყოს ეს და ეს არის ჩვენი ბრძოლა დღეს ანუ როდესაც ჩვენ სოფლიოს ვაჩვენებთ და ჩვენ ამ ღირებულებებზე ვდგავართ და როდესაც ჩვენ ვინმე დაგვიწყებს იქ რაღაცებს იქ თითების ქნევას და რაღაცას აი ასე უნდა მშვიდად წყნარად ერთგულებით ისა და ერთგულებით ჩვენი ერისა და ჩვენი ოჯახებისა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება აი უფლის მიმართ მადლობა ღმერთს დღეს არ გჭირდება ხელისუფლების შეძახება რომ ეხლა ჩვენ ამ სიტუაციაში აქედან 1000 დაქირავებული ადამიანი მოდის და ჩვენ ბრძოლას გვიცხადებთ დღეს თვითონ ხელისუფლებამაც
გამოაცხადა ბრძოლა ამ გადაბრუნებული აზროვნების მიმართ და მარტო ჩვენმა სახელმწიფომ კი არა ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ამერიკამ ამ ეს რა ქვია კაცი და ქალი და ეს ურთიერთობა ადამიანებისა როგორც ესე ღირებულებითი ესეთი ოჯახური ღირებულებები მათთვისაც მნიშვნელოვანია და ესეც თისნებით მოხდა. იმიტომ რომ ჩვენ რომ მარტო ვამბობდეთ ამას ჩვენ ფიზიკური ძალა შეიძლება ნაკლები გქონდეს და როდესაც უფალი ჩვენ მხარეს აყენებს ამ ხელადით სახელმწიფოებს აი ამ ღირებულებით ერთობაში მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა მეტი ძალაც გვაქვს. ეხლა ჩვენ კიდე გვინდა რომ მთელი სოფლიო ჩვენს მიმართ სამართლიანად იქცეოდეს. ეს გვინდა და ამას ვითხოვ და ნამდვილად ეს მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არავის არაფერს ვერ ჭირთ და ჩვენც დაგვანებონ თავი თუ უნდა ჩვენთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ისტორია გაიგონ და ჩვენ როგორ ცხოვრობთ და რა არის ჩვენი ღირებულებები გაითავისონ თუ თვითონ არ უნდათ ნუ უნდა ჩვენ ნუ შეგვეცილებია ჩვენი ღირებულებით ვისაც ვუნდივართ იმასთან ერთად კარგად ვიქნებით და უფალთან რო ვართ ამითი კარგად ეს კი ვიცით ჩვენ და უფალი რო ყველას დაჭირდება იმ დროს როცა საჭირო იქნება ესეც ვიცით და ასე რომ ვინც არ უნდა იქ თითებს იქნებდეს იმას ყველას უფალი ყავს პატრონად და მე ეტყვის კაცო ამათ რას ავიწროებ რა გინდოდა ამ ხალხისგან რა ზერჩოდი ჩემი ხალხია ხო და ესეა და ჩემი ხალხია იმ ხელა რაღაცა აი სიტყვა თიშაბლის ხალხი ვარ, უფლის ხალხი ვარ, წმინდა გიორგის ხალხი ვარ. ხო, ახლა რა ის იარაღები და რა ტანკები უნდა გამოუშვა, რომ აი ამ ხალხს მოერიო, ხო? ნუ დაგჭირდება ის 100,000 ქართველი კიდევ არის ჩვენ შორის და თუ დაჭირდა საქმეს გავალთ ისევ და დავიცვათ ამ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიწმინდეს და ჩვენ ღირებულებებს ხატია ტაძარია თუ სხვა რამ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ასე რომ თამარ მეფე ჩვენ ამ გზაში ესე იგი თანამდებია ჩვენი და წინ მიგვიძღვის უფრო მეტადაც. იმიტომ რომ მან ეს ყველაფერი გაიარა და ჩვენ ახლა კიდე ასე გვაძლევს ძალას რომ ჩვენ დავიცვათ ჯერ პირველ რიგში ჩვენი წმენა ღვთისადმი ჩვენში. მეორე ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ოჯახები დავიცვათ. სრო ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, კიდევ ერთხელ დავლოცავ ხელედელებს და სხვებს, ვინ ჩამოვიდნენ ლენტეხიდან, სხვადასხვა სოფლებიდან გარშემო დღევანდელი დღე ყოველთვის დღესასწაულია და ლენტეხის რაიონში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. დავლოცავ ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას, დავლოცავ მთავრობას, ხედრობას და ჩვენ მამებს, რომლებიც აქ ესე იგი შემოიკრიბნენ ამ დღეს და ერთად აღნიშნათ ამ დღესასწაულს. მართლა დაგლოცოთ, მართლა გაგაძლიეროთ, მართლა დაგლოცოთ ბავშვებო, ვიცი თქვენი ესე იგი შემართება, როგორ ძალიან ესე იგი უდგახართ გვერდში მონასტერს და როგორ გინდათ რომ ყველაფერი ლამაზი და კარგი იყოს და მერთმა გაგაძლიეროთ და მერთმა ძალა მოგცეთ და სიხარული მოგცეთ. გაიხარეთ და დაგლოცოთ მერთმა. ჩვენთან არის მერტი.